მოგესალმებით ეკო ჩეიმბერის სტუდიიდან. დღეს გვყავს ძალიან კარგი სტუმარი და ძალიან საინტერესო სტუმარი, ნინი გოზალიშვილი. მოგესალმები ნინი პირველ რიგში. და სანდროს ჩვენთან არის. ესე იგი ნინის მანამდე ვთხოვე, რომ კარგად მითხარი როგორ წარგადგინო თქო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესიის მქონე ადამიანია და ერთშე შევჯერდით, რომ ნინი არის suicide სპეციალისტი, ხო, ციფრების ფსიქოლოგიის, რაც არის საოცრად საინტერესო რამ. და გარდა მაგისა სპეციალიზირდები ერიქსონის მეთოდის კოუჩინგში, ხო? და მოკლედ ორივე თემას მინდა რომ დღეს შევეხოთ. ციფრების ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს პირადად მეც და სანდროსაც და სანამ დაიწყებოდა გადაცემის ჩაწერა, მანამდე ბევრი ვისაუბრეთ უკვე და ისეთი საინტერესო რაღაცები გითხრა და რაც მთავარია პირდაპირ რომ დამინახა მიხვდა ჩემი ციფრი რა არის თუ ენერგია რომელია. ხო და ეხა სანდროსიც უნდა გითხრას და მე ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მანამდე მოდი შევეხოთ ჯერ ცოტა რამდენიმე სიტყვით ერიქსონის მეთოდს, რას ნიშნავს, რას მოიცავს, როგორია და ასე შემდეგ. ზოგადად კოუჩინგი რაღაცა ამ ბოლო დროს და ისე არის ცუდად არის ხოლმე გავრცელებული, იმიტომ რომ არიციან ადამიანებმა მნიშვნელობა თვითონ რა არის და კოუჩინგზე ვიტყვი რომ ეს არის ის რაც ადამიანს ეხმარება რომ შიდა რესურსი იპოვოს იმისთვის რომ იმ კითხვებს გასცეს თავად პასუხი რაც აინტერესებს და არის უფრო მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული ვიდრე სხვა მიმართულებები. და ერიქსონს ნუ კიდე განსაკუთრებულად ძალიან კარგი მეთოდები აქვს და ძალიან დიდი ისტორია აქვს 80 წლიანი და ძალიან ისეთი აქტიური არის ეს ყველაფერი. ძალიან კარგი შედეგები. ანუ გასაგები, ანუ კოუჩინგი ეს რაც ახლა ჩვენ გვესმის, ძალიან აქტიურად გვესმის, ხო ეს კოუჩინგი, ანუ ეს არის ერიქსონის მეთოდი თავიდან ბოლომდე მაქედან წამოსული თუ არასწორად გავიგე? არის სხვადასხვა მეთოდებით არის. კონკრეტულად მე ახლა ერიქსონს ვამუშავებ ამ შემთხვევაში, მაგრამ აი თვითონ კოუჩინგი არის, რომ აი რაღაცას გვასწავლიან თითქოს აი რაღაც ცუდად არის, რომ გაიგებს ადამიანი კოუჩია უკვე რაღაცა ის აქვს ხოლმე, რომ რაღაცა არ არის ისე, მაგრამ რეალურად მნიშვნელობა არიციან ხოლმე და აი სანამ პროცესში არ შეხვალ, ძალიან რთულია მიხვდე რა არის, მაგრამ აი როგორც კი გემოს გაუგებ, აი მაგის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ წარმოგიდგენია, იმიტომ რომ ეს არის მეთოდი, რომელიც საერთოდ წარსულ მიზეზებს საერთოდ არ იკვლევს, აი რატო გაგუჭდა რაღაცა. ანუ ამ კითხვას არ ვსვამთ. სად ვარ ახლა და სად მინდა? და როგორ გავაკეთო? აი რატო მოხდა ესე? ანუ ამ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. პირდაპირ არის კითხვა, ახლა სად ვარ? მაგრამ იდეაში არ აქვს მნიშვნელობა, რატო მოხდა, რომ მე სხვანაირად. ახლა სხვადასხვან არა. ეს აი როგორც კი შენ მაქსიმალურად ყურადღებას აკეთებ შენს მომავალზე, შენი მთელი ენერგია მიდის იქ. აზრი არ აქვს იქ წარსული ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ანუ წარსულის ქექვას აქ აზრი არ აქვს. ეგ შეიძლება ფსიქოლოგმა სესიაზე დაგამუშავებინოს. კოუჩინგს აქვს მხოლოდ ეს, რომ რა გინდა, რა შედეგზე გინდა წახვიდე, მხოლოდ მაგაში გეხმარება, ხო? ანუ კონსულტანტი, ფსიქოლოგი და კოუჩი აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეს აკეთებენ, ხო? შენ რა გჭირდება და რისთვის ხარ მისად? ნუ კარგი ის არის, როცა ყველაფერი იცის ადამიანმა კონკრეტულად როცა მოდის კლიენტი, რაც მას სჭირდება, იმას შეიძლება მე მაგალითად ესე ვმუშაობ ხოლმე, რომ ეს ციფრების ფსიქოლოგია ძალიან საბაზისოა და აი შენთან ძალიან რეზონირებს, აი როგორც წაღან გიყვებოდი რაღაცებს და შენ თავი დაინახე, მაგით ვიწყებთ, იმიტომ რომ აი ცოტა ზედაპირულადაც თუ არ ხარ სიღრმეებში ჩასული, მაინც ხდება რაღაცები, რომ ეს მე ვარ და მოდი აქედან შემიძლია რომ რაღაცები დავიწყო. კოუჩინგი მე არის უკვე აი მომავლის დასაგეგმად და შედეგებზე გასვლისთვის. ანუ აი კოუჩინგზე მაგალითად მე რომ მოვიდე და გითხრა რომ მე გაანალიზებული მაქვს მაგალითად შფოთვა იქნება თუ რასაც ცხენ რატომ აგრისგან მაგრანაირად წარსულიც გაანალიზებული მაქვს ყველაფერი და ეხა მინდა რომ უბრალოდ აი ეს დავალაგო რომ აი ეს ამ საკითხზე არ მქონდეს და მომავალში რას ეძებ მაგალითად სიმშვიდეს ვეძებ ყველაფერში აი აქ ეხა სწორად უნდა მოვიდე კოუჩთან შფოთვა თუ გვაქვს აუცილებლად ფსიქოლოგთან უნდა არის შფოთვას კიდე სხვა რამეს ვეძახი ნუ ხო აი როგორ დავალაგო მაგალითად რაღაცას ვერ აკეთებ და გინდა რომ რაღაც შედეგზე წახვიდე ან შენი თავის საუკეთესო ვერსია მომავალში ეხლა ისე შეგვიძლია ჩვენ წარმოგადგენინოთ შენ რომ აი ზუსტად სანდრო რასაც ყვებოდა სანამ დაიწყებოდა ეს შეგრძნებებით იმდენად ახლოს მოვიდეს შენთან რომ დაიწყოს მე ეს პროცესი უბრალოდ და შენ მე მაგამდე მიხვიდე რაღაცა ნაბიჯებით და ნინი მოგვიყევი მაშინ აი საერთოდ არ მაქხეს კითხებში მაგრამ დამაინტერესა შენ როგორ აკეთებ აი პროცესი მაინტერესებს რამდენი
სეანსი ქვია თუ რა ქვია, როგორ ჩავეწეროთ, რამდენი უნდა იყოს, რამდენჯერ უნდა მოვიდე, განსაზღვრული არ არის განსაზღვრული თუ როგორ არის? ძალიან ინდივიდუალურია ეს თავიდან, როდესაც მხოლოდ ეს ციფრების ფსიქოლოგიით ვაკეთებდი კონსულტაციას, ეს იყო ერთჯერად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და პირველივე ჯერზე შეგიძლია წაიღო ყველაფერი, თუმცა ადამიანის გონებას 10%-ზე მეტი ვერ მიაქვს და შესაბამისად აი ვეუბნები ხოლმე რომ აი 10% დაამუშავე და მე რაღაც 10%-ს რო ეს რაღაცნაირად ამუშავებ, მე კიდე გახსენდება რაღაცები გიტივტივდება და მე ნელ-ნელა მიდიხარ და შეიძლება მაგრამ უფრო გამართლებულია და უფრო ეფექტურია თუ ამას რაღაცა პერიოდი ვამუშავებთ. მე გადავედით უკვე 21 დღიან სამუშაოზე, იმიტომ რომ ჩვევა გამოიმუშაოს ადამიანმა, იმიტომ რომ ციფრების ფსიქოლოგია ქცევას და ხასიათის თავისებურებას გამუშავებინებს და ეს იყო საჭირო. რაც შეეხება კოუჩინგის სესიას დამოკიდებული ადამიანს რა მიზანი აქვს და სადამ შეიძლება იყოს 3-5 ერთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა პატარა ისეთი თემა გქონდეს რისი გადაჭრაც გინდა რისი დანახვაც გინდა წარმოდგენაც გინდა მაგ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ ნუ არ არის ხოლმე 3-ზე ნაკლები ეფექტური არ არის რა საინტერესო მე ახლა სულ წარმომედგინა ეგ რა სხვანაირად წარმომედგინა და ეს რაღაც მომეწ მე მაინც ეთყობა ეს ძველმოდური წარმოდგენა მაგ ძალიან ვაკავშირებდი ფსიქოლოგია ციფრების ფსიქოლოგია თუ როგორც ქვია მაგაზე არა ანუ კოუჩინგი და ეს სესიები ფსიქოლოგთან ერთ-იგივე მეგონა ფაქტობრივად რა არა ფსიქოლოგი უფრო ემოციებს ამუშავებს და წარსულ ტრამვებს აუცილებლად წარსულიდან უნდა ამოვიდეს და ნუ კოუჩინგი სულ სხვა რაღაცას მომავალს არიცის ეს საერთოდ არიცის გამიტომ უნდა იმას ქნათ თქვათ იმიტომ რომ მე დაინტერესებული ვარ ესეთ რაღაცებს და არც მე არ ვიცოდი ნუ ახლა ხვდებოდი რომ რაღაცა სხვაობა იქნებოდა მაგრამ აი ესეთი სხვაობა რომ წარმომადგენინებ ის რაც მინდა და ანუ ასეთ დონეზე თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი შეგრძნება იქნება და მე დაიწყება ანუ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი სპექტრი არსებობს იმისთვის რომ ადამიანმა შექმნას ისეთი ცხოვრება როგორიც თავად უნდა არის სხვადასხვა ეს რაღაცა ტექნიკები მაგისთვის. ყველა იმსახურება ერთ და იგივე რაღაცას რო გავაცნობ, ანუ ადამიანმა გააცნობიეროს, უფრო ფართოდ დაინახოს რაღაც ვიჟენს რასაც ეძახიან, უფრო ფართოდ შეძლოს დაინახოს რაღაცები, მეტი შესაძლებლობა, იმიტომ რომ აი შენ ირჩევ იქიდან რაც იცი და რეალურად არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა. აი ამის დანახვაში და გაცნობიერებაში გეხმარება კოუჩინგი. კოუჩინგი ციფრული ფსიქოლოგიაც გასაგებია. მე თქვენთან რა თქვენ პროფესიის წარმომადგენლებთან მაქვს ერთი რჩევა რომ მაქსიმალურად ბევრი ისაუბროთ ამაზე, ბევრ აუდიტორიასთან იქნება სოციალური ქსელები, ტელევიზია თუ არ ვიცი რა, იმიტომ რომ რეალურად ხალხმა არ იცის. ჩემ გარშემო საკმაოდ დიდი წრე მყავს, არავინ არ იცის. აი არც ერთმა ჩემიანმა არ იცის ეს რას ნიშნავს, როგორ მუშაობს და რამდენად კარგი რაღაცაა. კი ბატონო. ჩვენ ახლა ვეცდებით რომ გავახმაუროთ ეს ამბავი. სანდროს ინსტაგრამი გამოვიყენოთ მაგისთვის, მაგრამ თქვენ საოცრებლად ამაზე უნდა ისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან კაი რაღაცა არის და ძალიან თანამედროვე ჟღერს. აი თან როგორი რაღაც არის, იცი? კოუჩინგი არ ნახობს არაფერს, ანუ ლიდინგი არ ხდება. შენ თვითონ მიდიხარ პასუხამდე. ნახე ჩვენ ძირითადად ყველა ვცხოვრობთ სხვების რწმენა წარმოდგენებში, რომ ეს ესე უნდა იყოს. მე რაც არ უნდა რჩევა მოგცე, ის არის მაინც გარედან მიღებული და ხშირად აი კი, მაგრამ მე და რაღაცა უთანხმოებაში შედიხარ, შენი ორგანული ყველაფერი არ ხდება. და კოუჩინგი მხოლოდ სწორ კითხვებს სვამს და პასუხებამდე როცა შენ მედიხარ, ეგ უკვე რწმენა წარმოდგენა კი არ არის, შენი ღირებულება, შენი ნაწილი ხდება და გინდა არ გინდა ვეღარ გაიქცე, უბრალოდ შეიცვლება რეალობა. გამიჩნდა სურვილი მის. ორივე ერთად რომ მოვიდეთ თუ ცალ-ცალკე ეგ არის ისე? დაახლოებით ერთი და იგივე მომავალი კონსულტაცია არის? ყველების კონსულტაციას ციფრულ ფსიქოლოგიაში უფრო ვაკეთებთ ხოლმე და აქაც არის აი მეთოდები გავს ძალიან ერთმანეთს რა გვინდა ერთმანეთისგან, სად გვაქვს პრობლემა და როგორ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ რა. ნუ პრობლემა არა, მაგრამ რაღაც დაახლოებით ერთი მომავალი წარმოგვიდგენია და ერთი მომავლისკენ მივდივართ რა. აი უფრო ჰარმონიული ასპექტები შეგვიძლია ჩავშალოთ კოუჩინგში შენ თვითონ რა გჭირდება იდეალური და ჰარმონიული ურთიერთობისთვის და მე სათხარ და სადამდე გინდა მიხვიდა ეგ არის სიუცაის მიხედვით 9 კომპეტენცია რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წყვილი იმისთვის რომ რაღაცა უთანხმოება არ მოხდეს და განსაკუთრებით შენი ციფრების მიხედვით აქიდან კიდე ორის გამოყოფა შეიძლება და რამდენად გიკმაყოფილებს პარტნიორი ამ ყველაფერს და სად არის პრობლემა და სად უნდა გავამახვილოთ ყურადღება
და გინდა? ჩვენ წესით ხავეს ვაკმაყოფილებთ. პრობლემა არ გვაქვს ძირითადად. პრობლემას არ ვიძახი, მოგვარება არა, აი, რაღაც სასურველ მომავლამდე უფრო სწრაფად და უფრო სწორი გზით რო წავიდეთ, ხო, ეგო? კი ბატონო, მე ისე გეგმავდი და ვაპირებდი ნინისთან მისვლას და შენ შემომიერთდი. ძალიან გამიშთა სურვილი, არც მე არ ვიცოდი. საიდან მივხვდი, გავეჭყერათ ეს. რო შენი ენერგია იყოს 3, მე თვითონაც 3-ში დაბადებული ვარ და ახასიათებს ჩვენი ენერგიის ადამიანებს ესეთი რაღაც, რომ ვიზუალურად ძალიან ცივები ჩანან. შენ გექნებოდა ცხოვრებაში ბევრი ეგეთი შემთხვევა. სულ თითქმის. ახლა ხანს დავიწყე სწავლა, რომ ეგრე არ გამოვჩდე, არ გამომდის ბოლომდე, მაგრამ ვცდილობ. არა, მაგის ვერაფერს ვერ ვუძდა, იმიტომ რომ ვიზუალური მხარე გვაქვს საკმაოდ ცივი. მეც არ მქონია არც ერთი შემთხვევა, როცა ადამიანს ნიმოსულა ჩემთან და რაღაც არ უთქვამს, რომ ეს ხვანაირი მეგონა შენ. კი, მეც ვაგროვე. და როგორ მივხვდი, მიმოწერე რომ დავიწყეთ, მივხვდი რომ ანუ ვიზუალურად სხვა არის ეს ადამიანი და ისე ძალიან, იმიტომ რომ სამიანი ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია. მაგრამ თუ არ შეხვედი კომუნიკაციაში, ვიზუალი გატყუებს და იქ გონი რომ ცოტა ისე ამპარტავნული ისე არასდროს ზედარ შემოგხედავს, აი რაღაცა ეგეთი ვიზუალი აქვს. და როგორც კი კომუნიკაციაში შემოვიდა, მივხვდი რომ ამის ვიზუალი ძალიან იტყუება. კი, ეგრეა ნამდვილად მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი ბავშვობიდან მოყოლებული, აი მართლა. ნამდვილად აი გასაინტერესო ხედავთ. და მე მაგას კიდე კარგად ჩავშლით. იცი რა მაინტერესებს, ფსიქოლოგიაში არის ესეთი რაღაც, რომ ფსიქოლოგს, ანუ ჩვეულებრივ ფსიქოლოგს არ მიყავხარ, არც ისე მას არ აქვს შენთან პასუხები, იმასაც სხვადასხვა კითხვებით მიყავხარ დასკვნებამდე და ასე შემდეგ შენ თუ უნდა გამოიტან დასკვნები, მაგრამ ის ალბათ იმ შემთხვევაში მისი დასკვნები ალბათ წარსულს ეხება, ხო, უფრო. და ეხა მე რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომ დადიან ფსიქოლოგი ქვია თუ არ ვიცი, კოუჩი ქვია თუ რა ქვია და რჩევებს აძლევენ. ეს კიდე რაღაცა მესამე განხრა არის თუ ხო, ეგ არ ვიცი. ეხა არსებობენ ისეთი ფსიქოლოგები, რომლებიც კოუჩინგიც იციან და ალბათ საჭიროებიდან გამომდინარე აკეთებენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მაინც გაცნობიერებასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ იქ წარსულ ტრამებს ვაცნობიერებთ. აი სულ აი მაგალითად მე თუ რაღაცნაირად მეშინია ყვირილის და სადღაც ხმაური რომ ესმის ეს რაღაცნაირად მატრიგერებს ვიხსენებ რომ ბავშვობაში რაღაცამ შემაშინა და ვაცნობიერებ ამ მომენტში რომ ეს წარსული დამახსოვრებული ემოციაა და უბრალოდ ამ ყველაფერს რაღაცნაირად ხსნი ჩემი ემოციებიდან. ეგეც გაცნობიერება, უბრალოდ იქ წარსული ტრამვებიდან ამოდიხარ აუცილებლად. ხო, აი განსხვავება. რჩევების მიცემა, ანუ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში. რჩევის მიცემა საკეთებს მხოლოდ კონსულტანტი, როცა პრობლემაა და შედარებით მალე უნდა გადავჭრათ, ანუ მიმართულებას გაძლევს, აი სიუცე იმაგას აკეთებს, პირდაპირ კომპასს გაძლევს, აი თუ უნდა წახვიდე. ფსიქოლოგები უფრო წარსულიდან ხო, როგორც მივხვდი. აი აქ მაქვს ესეთი კითხვა, რატომ მუშაობს უკეთ, როცა ადამიანი თვითონ მიდის პასუხავდე? აი, აღარ რაც თქვით, ეგ არის, რომ გარედან როცა იღებ, მაინც ნახე ის შენი გამოცდილება არ არის და მაინც უთანხმოებაში მიდიხარ. წინააღმდეგობა გაქვს, რომ სანამ შენ თვითონ არ განიცდი ამ ყველაფერს, ანუ მანამდე ის ორგანული არ ხდება და მაინც რჩება რაღაცა ის გარე სამყაროდან მიღებული რწმენა წარმოდგენები, რაშიც ყველა ვცხოვრობ, რომ ესე უნდა იყოს. კი გავიგე რომ უნდა იყოს იმ რასაც ამბობ, ახლა ხვის გამოცდილებით შეიძლება რაღაცა გავიგო, მაგრამ ჩვევას და ქცევას ვერ შევცვლი. და მე რო შემეხება უშუალოდ და მე რო მივალ ამ გაცნობიერებამდე, გინდა არ გინდა ქცევა გეცვლება და უფრო ორგანული ხდება და მე უფრო ღირებულებებში გადადის. შესაბამისად ეგ ჯობია ყველა შემთხვევაში. რა თქმა უნდა. ნინი, იცი ერთი რა კითხვა მაქვს, თუ ყოლია რას ეძახი კლიენტი, პაციენტი? პაციენტი არა კლიენტი. თუ ყოლია კლიენტი, რომელიც კვებითი აშლილობით აი მისი სურვილია რომ მომავალში კვება დაარეგულიროს ან რაღაც ეგეთი და მოიწონოს თავის სხეული მომავალი ტანძერზე და წარმოდგენა. არის ვის როგორ წარმოუდგენ ახლა ტანძერზე და არ ვიცი რას ნიშნავს. თუ ყოლია აი ამ სურვილით თუ მოსულა ვინმე? იცრე კონკრეტულად ახლა მაგ პრობლემას თუ პროფესიონალი მაგ კუთხით არ ჩაერთო ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ვერცეთ შემთხვევაში, მაგრამ ეს კვებითი აშლილობა ხო რაღაცა საკვებთან დამოკიდებულება არ არის მხოლოდ შენ თავთან დამოკიდებულება, რომ სადღაც რაღაც სიცარიელე გაქვს, შენ თავის მიუღებლობა გაქვს. ეგ მაშინ იწყება, როდესაც შენ თვითონ
არასწორი და სწორი ძალიან ისეთი პირობითია, მაგრამ არ ხარ ორგანულად იქ, სადაც ხარ. ანუ შენი თავი არ გაქვს ნაპოვნი, შენ ქვეცნობიერთან, შენ შინაგან ხმასთან არ ხარ დაალაგებული და მე ეს ემოციური, ხო სწორად ვამბობ თუ რამე გამისწორე, ემოციური შიმშილი გაქვს და მაგ დროს გეწყება რომ რაღაცებს ამას შვები და ემოციური ენერგიები ვინც არიან, მათ ხშირად აქვთ ხოლმე და ეს 9 კომპეტენცია, რაც გვაქვს იქ ყოველთვის გვაქვს ხოლმე კითხვა, რომ შენი თავი ვიზუალურად როგორც მოგწონს. ადამიანი, რომელსაც შინაგანი შფოთვა აქვს ხოლმე, რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს, ყოველთვის აქვს პრობლემა საკუთარ თავთან. შეიძლება როგორც ანდროდო თქვენ ანწერწეტა იყოს, მაგრამ მაინც კონდეს ეს, რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის მაგაზე დამოკიდებული. შენ რას გვეტყვის? ხო, რთული არის. ეგ ისე საკმაოდ შინაგან ხმასთან და ესე ზამბერ ადამიანს მაგ სიღრმეზე თავის თავთან ჩასვლა ძალიან უჭირს რა თავისით რომ რაღაცა გაიაზროს იცი რა მე რა რწმენები რა წარმოდგენა რა ვარ ზოგადად რა მაგაში აქ სიღრმეზე ადამიანი ყველაზე დიდი სირთულეა ხო ეხლა მე თუ მკითხავ მაგისთვის იბადება ადამიანი სხვა შემთხვევაში ნუ შენი თავი რო შეიცნო ხო განვითარება სხვა შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში არ ხდება შენ თუ მზად არ ხარ გონებრივად რომ ის ყველა ჩვევა რითაც აქამდე ცხოვრობდი გადაყარო უარყო სხვანაირად წინ ვერ წახვალ შენ თუ ყველა ემოციის წინასწარ განსაზღვრა შეგიძლია და ამას აკონტროლებ ანუ ფაქტობრივად სიახლისთვის ადგილი არ რჩება ერთი და იგივე წრეზე დადიხარ ძველი ემოციებს იმეორებ და შენ ანუ მზად უნდა იყო რა ყველაფერი უარყო და სიახლეებისთვის მზად უნდა იყო აი მანდარი მხოლოდ პიროვნული განვითარების გზა სხვანაირად არ ხდება ეგ ყველაფერი ხო აი მეც ჩემ მოხმარებლებთან უმეტესობასთან აი რო თითქმის უმეტესობა არ არის მზად და აი ხშირად ამ ამბავშიც აი კვების კუთხით უწევს მან შეჯახება რომ იცი რა თურმე აი რაღაც მიჩვეულნი რო ვიყავ და მარტო ეხა იცი რა დამიწერა ეს ჭამე ანუ ესე გაუაზრებლად მაგ რაღაცის მიყონით ხდება რომ ვერ ცვნის არ იცვნება ეს რაღაცა გავიგე 2 თვე მიყვა რაღაცა ზონა ჩამოვიდა არა შეგზნება მაინც იგივე აქვს თითქოს არაფერი არ შეცვალა არაფერი არ განვითარდა ვიზუალურადაც კი შეიძლება რაღაც ზონა დაიკლო მაგრამ სარკეში რო იხედება რაღაც არ მოწონს ვერ ხედავს თავს და მანდ უკვე აი მაგ სიღრმეზე ჩაყვანა მეც ვცდილობ მაგრამ ჭირს რა აი ფსიქოლოგია ალბათ ძალიან გჭირდება იმიტომ რომ შინაგანად როცა შენ თავთან დაალაგებული ხარ ანუ ახარ გაქვს პრობლემა და საერთოდ აღარ აქცევ გარეგან ფაქტორებს ყურადღებას ეხა 40 კილო ვარ 80 კილო ვარ თუ ეს ჯამრთელობას ხელს ანუ ყველა მისაღებია და ყველა ოკეია ვისაც როგორ თავს გრძნობს კომფორტულად და უბრალოდ მანდ რა შინაგანად უნდა დაიწყო შიდა პროცესების მოგვარებას თუ არ აკეთებ გარედან რაც არ უნდა დაალაგო განსაკუთრებით 33 წლის მერე აი უბრალოდ ძალიან რთული არის რა მოდი მე რა ხან შეთქვი 33-ში უჭირთ. რა ხან თქვი 33 გადავიდეთ მაგაზე რას ნიშნავს ეს 33 არაერთხელ გითქვამ შენს სოციალურ ქსელებში 33 ისე ყველაზე ძლიერი რიცხვია ხო რაღაც ყველაზე ენერგიის გარდამტეხია ერთ-ერთი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი არის 33 წლის ასაკი ხო ნუ ბარემ აი ეგ უნდა მეკითხა და მაგაზე უზრუნო მაგაზე სხვა შეიძლება ძალიან ბევრი ისე რაღაც ქრისტეს ასაკთან კონსპირაცი თეორიების მომისმენია. ხო, ესე ამბობენ, ხშირად კითხვა უჩნდებათ უბრალოდ, მაგრამ არ არის არაფერთან კავშირში. რაღაცა ადრე იყო, რომ ამ ასაკში აღწევდა ადამიანის ზრდასრულობას, ესე ვთქვათ და სხვა რეალურად რა ხდება ხა სიუცაის მიხედვით, რომ ავხსნათ 33 წლამდე ადამიანს აქვს 100%-იანი უნარი, რომ რაც უნდა ის გააკეთოს. აი რა სამსახურშიც გინდა იმუშაო. რაღაცა მიზანი დაისახე და ამისთვის ბოლომდე იბრძვი. რაღაცა წონა გინდა, რომ ესე გქონდეს ვარჯიშობ. ანუ ენერგია გაქვს 100%-იანი. მაგრამ 33 წლის მერე ირთვება ისეთი ენერგია, რომელსაც რაც გინდა იმას ვეღარ აკეთებ. ანუ რაღაცა ახალი ენერგია ირთვება, რომელიც განსხვავებულ ქმედებას გთავაზობს ხშირ შემთხვევაში. ანუ რეალურად მე კი მაქვს სურვილი მაგალითად აი ენერგია 3 რადგან შენ ხარ აი პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება აქვს და ძალიან გვეხმარება ხოლმე ბევრ რაღაცაში მაგრამ 33 წლის მერე თუ ჩაგერთო ისეთი ენერგია რომელსაც ამის გაკეთება უკვე აღარ შეუძლია 70% ენერგია მიაქვს ანუ რჩება ის რომ რაც გინდა ის გინდა მხოლოდ ვერბალურად ამაზე საუბრობ მაგრამ აღარ ეს დროს არ აკეთებ მთავარი ხდება უკვე შინაგანი პროცესების დაალაგება და საკუთარ თავთან კავშირი.
ეგეც ეგრე მოხდა ზუსტად. ხო, გარეგნული ფაქტორები, რაც აქამდე გავსებდა, სხვასთან გარეთ სულ კონტაქტი, რაღაც სამსახური, წარმატება, ანუ აღარ არის მნიშვნელოვანი, თავი საკუთარ თავთან იყო კომფორტულად და რატო? იმიტომ რომ ენერგია აღარ ყოფნის იმისთვის, რომ ყველას ეყო. და მე აი ეგ გაფიქრებს. რაც მნიშვნელოვანია იმაზე ერთვება და მნიშვნელოვანი შენ ხარ. ხო და მაგას ხო ესე ადამიანები ვერ ხვდებით რა ჯერ ვსწავლობთ სხვების სიყვარულს და ამ დროს რა უნდა ისწავლო საკუთარი თავის სიყვარული თუ არ ისწავლე დედა გიყვარს მამა ძმები მეგობრები ყველა გიყვარს საკუთარი თავის სიყვარულს მე ესწავლობ რაღაცა ასაკის მერე და რეალურად პირიქით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ნამდვილად ზედა რა საინტერესო კაი მოდი ხე შევწევ ეგეც ის ცოტა ისეთ მე ეხა რო უყურებ რა უკარო ვიხედები 33-მდეც ჩემი თავი უფრო ისე იყო რა. პრიორიტეტები იყო. აი, გაიჩნია ცნობიერება. ხო, თვის ძირითადად. ცნობიერების დონეს გაიჩნია ხო რა. ეგ კიდევ ბოლოს მიხვდი სხვა შორის ამ ბოლო წნებში რომ თან ბევრ ხალხთან კომუნიკაცია რომ მომიწია რომ ცოტა იცნობიერების ამბავში შედარებით უფრო ხო რა ღრმაც ვარ ვიდრე რაღაცა იმიტომ რომ ნახე ადამიანებს არ ჯერათ და უბრალოდ ჯერათ იმის რომ გარეგანი და მატერიალური სამყარო უფრო რეალურია ვიდრე შიდა და სულიერი. ამ დროს ყველაფერი პირიქით ლაგდება. უბრალოდ ჩვენ ხო. ეგ რამოდენიმე წუთი დავიჯერე. მაგას იაზრებენ ადამიანი. მე ამას ვეძახთი 33 არასდროს არ მიფიქრე მას ვეძახთი 40 წლის დანმეცქი რაღაცა იქ თურმე ყოფილა ბედნიერი, ყველაზე ბედნიერი ცხოვრება აქედან მოდის თქო, შეიძლება 40-მდეც იყო და ხა ეს პირობითა თუ ამბობ, მაგრამ ალბათ ხო მაგასთან არის კავშირში, რომ სხვა პრიორიტეტები წამოვიდა და რაღაცა სიმშვიდეს, შინაგან სიმშვიდეს რო ეძებ და ისე აკეთებ ყველაფერს, როგორც შენ სიმშვიდისთვის და კარგად ყოფნისთვის არის კარგი, მე რა უფრო ბედნიერი ხდება ცხოვრება. გაკეთებინებს უკვე სამყარო. აკეთებზეც არის. ნახე, ერთია რომ მე თვითონ თუ ავირჩიე, ეგ არის გაცნობიერება. მაგრამ მეორეა რომ ხანდახან აი ადამიანებს სანამ საშინელებები არ დაემართებათ ხო რაღაცა ტრაგედია, ტკივილი. ანუ უბრალოდ არ ირჩევენ საკუთარ თავს და გაიძულებს სამყარო ვერ გაიქცევი. უბრალოდ ყველაზე დიდი შეფხიზლება ეს არის 33 წლის ასაკში, 42 წლის ასაკშიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. მაგრამ იწყება განსხვავებულად, აი 27-დან იწყება, მერე 29, 33, აი სერიოზული გარდამტეხი პერიოდია და 42 წლის ასაკში რაც ჩაგერთვება მისია, იმას უბრალოდ ვეღარ გაიქცევ, იმასთან თანაცხოვრება უნდა ისწავლო. მაგრამ ნახე რთული არის შენ რო იცი რომ აქამდე ყოველთვის ესეთი ვიყავი. ჭირდებოდა პირადი სივრცე, მარტო ყოფნა, რაღაცა დიდი დოზით. ეხლა ჩაგერთო ენერგია, რომელიც გთხოვს მუდმივად სიახლეებს, სპონტანურობას, ქაოსს, შენ თვითონ გიკვირს რომ ესეთი არ ვიყავი ეხლა და თან უთანხმოებაა, ნახე, გონებაში ვერ ალაგებ შენ ქცევას და თუ არ შეუთანხმე ამ შენ გონებაში ამ ტვინის ნაწილაკებს რომ მე ეხლა ეს პერიოდი დამთავრდა ჩემ ცხოვრებაში და ესე უნდა გადავეწყო შფოთია, აი რასაც იძახიან რა სხეულს აქვს რაღაც ოქსიდაციურ სტრესი იძახიან მე მგონი ხო რაღაცა როცა რაღაცას ვერ აგვარებს შიგნით არ იცი რატო ხარ ცუდად და რაღაცა მე მთელი ციკლი ირღვევა მეც ახლა გამოდის 42-ის კიდე შეიძლება ვაფშე სხვა ტალღაზე 42 წლის ასაკში შენ გაგვიჟღერე შენი დაბადების თარიღი მაგრამ თათოსი რაც დოთვალე 3-7 აღმოჩნდა 81 82 2 მითხარი ხო 3 4 5 გამოვიდა, მე მგონი 8 გამოვიდა, გადავთვლე ახლა კიდე 3 ნოემბერი თქვი? 11 03-11-82. არა 7 გამოვიდა. შენი გამოვიდა 7, სწორად დამითვლია, შენი არ ვიცით. გაგვიჩხერენ და ცოტა შენზეც მოვყვებით რა. რა თქვა? ცოტა დაბადების თარიღი გითხარი. 8 მაისი, 8-05. 1988. გასაგებია. რუიანი ვარ. 8 16 და 5 გამოვიდა 7 5 3 გამოვიდა რომ აი იმიტომ წაღან რო თქვი რომ სანდროს ეგ რიცხვები ჯამი და ეგ 53 გამოვა ეგ მხოლოდ დღის ციფრების 33 წლამდე მუშაობს და ყოველთვის იქნება ენერგია 8 რომელიც არის ახლოს დაბადებული, ну სამიანი თავიდან ბოლომდე დახვეწილ ინტელექტია დაბადებული, რაც ნიშნავს, რომ შემიძლია ემოციების კონტროლი. აი უფრო ანალიტიკური ტვინი აქვს, მათ შორის 8-იანიც ახლოს არის ამ ყველაფერთან და მე რო სამიანი გერთვება 33 წლის მერე, აი ხა დაახლოებით გაუცვალე შენ
თათორაც იყო 33 წლამდე ძალიან მშვიდი გაწონესწორებული. ანუ ყოველ შემთხვევაში ემოციებს ნახე, შენ არ მოგახვევდა შიგნით პროცესები ყოველთვის მიდის, მაგრამ გარეთ არ იგრძნობა ეს ადამიანები, რას გრძნობენ. ეხლა შენ ხარ დაახლოებით მაგ პროცესში და ძალიან ისეთი ეს არის რა ქვია რა ყველაზე ობიექტურ ენერგიად ითვლება 33 წლამდე სამიანი და 33 წლის მერე სამიანი. ეს რას ნიშნავს, იცი, ილუზიების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება. ყველა ადამიანს გვაქვს ძალიან ბევრი ფიქრი. აი რაც არის და რაში ძალიან ბევრი ენერგია მიდის ზოგადად. და ობიექტური რეალობა არის, რომ აი ტვინიდან ეს ზედმეტ ფიქრები გადავშალოთ და რეალურად დავინახოთ ობიექტური სურათი. და სამიანს ეგ ყველაზე კარგად შეუძლია და შესაბამისად 33 წლის მერე სამიანი ვინც არის, იმათ კარგი შედეგები აქვს. თან ესე ეძახიან ხა მილიარდელის მისია, იმიტომ რომ ენერგია სამიანი, ახლა წეყანასაც ვამბობდით, რომ აი როგორია, იცი, თუ გინდა რომ შენს ბიზნესში მოგება გაიზარდოს, უნდა გყავდეს სამიანი. იმიტომ რომ ისეთი იდეები აქვს, აი შენ რო არასდროს დაგესიზმრება ფული საიდან უნდა იშოვო, სამიანი ხედავს ამას. ეგ რო იცი ძალიან კარგია, მე რომ უფრო თავისუფლად ენდობი კიდევაც რა. აი ძალიან სამსახურში გააჩნია ვინ გჭირდება, შეგიძლია ენერგიის. მე მაგალითად ესე ვარჩევ ხოლმე კადრი რომ მჭირდება. თუ მინდა რომ აი რაღაცა ძალიან შრომის უნარიანი და ღამეც რო დამჭირდეს უცებ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, მართლა რვიანი უნდა იყვანო, იმიტომ რომ სულ მზად არის. ძალიან რუტინული შრომა შენთვის აი 24 საათი შვიდზე, ეგ შენთვის ძალიან ის არის. თუ აი გჭირდება რომ მოგება გაიზარდოს და ცოტა ანალიტიკური ენერგია სამი, თუ კარგი შემსრულებელი გინდა მაგალითად HR-ი, რომელმეც გინდა რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა დაალაგოს, მაშინ აუცილებლად ორიანი უნდა იყვანო. აი გააჩნია თუ გინდა რაღაცა ლიდერი იყოს ტიპი, რომელსაც აი რაღაც ბევრი ხალხი გაყვება და რაღაცა პირობითად პრემიერ-მინისტრად გინდა დანიშნო, მაგ შემთხვევაში ერთიანი კარგი ენერგია და ნუ ძალიან ესეთი რაღაცა შეგვიძლია მოკლედ მაგალ შემოქმედებითი ადამიანი თუ გინდა, აი რომ გადახედოთ მე დაბადების თარიღებს თქვენთვის საინტერესო ადამიანების 6-იანი ძალიან შემოქმედებითი ადამიანია და აი ძალიან ბუნებრივად და კარგად გამოსდით. სიმღერა იქნება, ხატვა იქნება და მართლა რაღაც გენიალური რაღაცები შექმნილი რო აქვთ, იმიტომ რომ აი ეგ არის თანდაყოლილი უნარი რა. და თუ შენ მაგ საქმეს აკეთებ, რაც შენი თანდაყოლილი უნარია, აი ეგ გამოდის ისე რომ აი თავს გრძნობ როგორც თევზი წყალში. ჩემთან ერთ და იგივეს ვაკეთებ ტერიტორიება გამოდის. თანდაყოლილი უნარი ვაკეთებ. 33 რა ქვია მაგას 33 მისია 3 არის. მისია ჩაკერთ, ხო. და ენერგია 8, მისია 3 ესე ქვია? ხო. მე ხო 33-ის რო გადავწდი 8-იანის აღარ 3-იანის იმაზე ვარ? ხო. არა, შენ ყოველთვის ენერგია რო კითხავენ რა ენერგია ხარ, 8-იანი ხარ. ანუ შენ ყოველთვის ისე ისაუბრებ, როგორც 8-იანი, რა პრობლემა ხარ რაღაცა ვიმუშავებთ, მოვაგვარებთ. აი რა, ესეთი რაღაცა არის. უფრო მატერიალისტია, მაგრამ მისია არის 33 წლის მერე რაც. ანუ ისე ისაუბრებ, მაგრამ ქმედება გექნება 3-იანის. შენ შემთხვევაში ისეთი დიდი ქაოსი არ იქნება, იმიტომ რომ 8-იანი და 3-იანი ორივე მატერიალისტია და გავს ერთმანეთს, მაგრამ თათო შემთხვევაში 3-იანი ძალიან მატერიალისტია და ასე შემდეგ რაღაცები და ხა 7-იანს ძალიან სულიერება აინტერესებს. კი, სულ გადავარდი მაგას. ხო, სულიერება აინტერესებს. თან ნახე როგორია 3-იანს პირადი სივრცე ბევრი ჭირდება და დიდად არ შეაწუხებინებს თავს არავის. ამ 7-იანს აღიარება უნდა. აი რაღაცა შეფარული აღიარება მიხვდი? ამბობს რომ არ მინდა, მაგრამ ჭირდება ამის ეგოს. რაც არ უნდა გაიაზრო, ჭირდება ეს ეგოს. და გაკეთებინებს ისეთ ქმედებებს, სადაც ეგ აღიარება გექნება. აი რაც არ უნდა იცოდეს, რომ ძალიან მაგარია თავის საქმეში, შენ რო დაუდასტურებ, ეგ ძალიან მოსწონს. თან სულიერება ძალიან 7-იანისთვის ეკოლოგია, სულიერება და ყველაფერი ძალიან მიმზიდველი არის. ნამდვილად ადრე საერთოდ არ იყო და ახლა გახდა. კი ბატონო. ნამდვილად ეგრე არის. რა საინტერესო. და ნინი შენ მომითხარ. საინტერესოა და რა სიზუსტეა რა. ძალიან სიზუსტეა მაგას ვამბობ. და აი შენთან კონსულტაციაზე რომ მოვიდე, სიუცაის კუთხით კონკრეტულად, ხო, ერთი კონსულტაცია როგორც იძახი, გვჭირდება რომ მთლიანად დავადგინოთ ჩემი ყველაფერი. აი კიდე რაზე იქნება იქ საუბარი? ნუ ეს ზოგადი ის გავიგე, აი კიდე რაზე არის? ძალიან ფართო შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვისა ბევრი მიმართულება არის. შენ კონკრეტულად უნდა გქონდეს კითხვა რა გაწუხებს და იქიდან გამოვდივართ, იმიტომ რომ ხა მე შემიძლია პირად ურთიერთობაზე გესაუბრო, შემიძლია კარიერაზე გესაუბრო, შემიძლია რა გაქვს დასამუშავებელი მაგაზე გემუშაო. ნახე, ეს ჩვენი დაბადების თარიღი არის მატრიცა, რომელშიც ვართ მოქცეული. ანუ ცუდი კი არ არის. უბრალოდ ეს არის ჩვენი შესაძლებლობები და აი არჩევანს ხო ვერ ვაკეთებთ, აი ეს მატრიცა და ჩვენი რაღაცა
კოდი ხა ცოტა ისე ესმით ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს მატრიცა რეალურად გაკეთებინებს არჩევანს. შენ მაინც იქ წახვალ სადაც 3-იანს მოეწონება და მაინც ისე მოექცევი და ისეთ რეაქცია გექნება როგორც 7-იანს უნდა. ეს ძალიან შენ ნახე ამას უნდა გასცდა. ეგ არის ასტროლოგიაც, რომ რუკა რაც გააქვს, ანუ გაცნობიერებული ადამიანი ნიშნავს, რომ შენ არც ვერწი ხარ, არც ლომი ხარ, არც ასტორი ხარ და ყველაფერი ხარ. როგორც არც 3-იანი ხარ, არც 2-იანი და რაც მომინდება მაშინ ის ვიქნები. ეგ არის განვითარება. შენ თუ ამ კომფორტში დარჩი რა ხმე, ესეთი ვარ ახლა და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე მეგობრებისგანაც და გარემოთაც რომ ჩემთვის ეს კომფორტულია, აი ხვდები რომ იქ არა მართლა, კი არ ხვდები მართალსახად ესეა, განვითარებაზე აღარ არის საუბარი. ყველა შემთხვევაში ყველანაირ კომფორტს უნდა გაექცეს ადამიანი. და მაგ შორის იმასაც რომ 3-იანს ახლა ისე უნდა ეხა წეღანასაც ვსაუბრობთ, რომ ცნობილია ეს ენერგია იმით, რომ ძალიან ბევრი დიპლომების შემგროვებლები არიან და მეც ბევრი პროფესია გაქვს, რო თქვი, მართლა ესე აღარ ვიცი უკვე რომელი ერთი თაროზე შემოწყობილი იმით, მაგრამ აი ეს იმდენად ჩვენ ეგოს რაღაცნაირად აკმაყოფილებს, რომ სულ ეს პროცესი გვინდა გქონდეს, მაგრამ მეორე პრობლემას ვაწყდებით იქ, რომ ეს ცოდნა თუ რეალობაში არ გადმოიტანე, რაც ჩვენ უნდა დავამუშაოთ, ანუ უფრო მეტი ფიქრი გვაქვს, ვიდრე ქმედება. ეს ჩვენთან დასამუშავებელია და გაიჩნია, შენ რა მიზეზით მოხვალ, მე სულ ესე ვეუბნები, რადგან ეს სიუცაი და ციფრული ფსიქოლოგია ახალია საქართველოში და არიციან რა კითხვა უნდა დასვან, მე ვეუბნები ხოლმე ესეთ რაღაცას, ეხლა დახუჭე თვალები. წარმოიდგინე რომ მარტო ხარ და ყველაზე მეტად რაც გაწუხებს და რასაც მხოლოდ შენ თავს ეტყვი, მოდი ის თქვი და აქედან დავიწყოთ პრობლემის მოგვარება და მე არის ხოლმე რომ რაღაცას ამოყრის რაღაცებს და ამ მატრიციდან აი ეს ყველაფერი ამ მატრიცის დამსახურებით ხდება ხოლმე და მე ამ მატრიციდან როგორ გავიდეთ, მაგის რაღაც ფორმულებია, ჩვევებია, ქცევებია და ამას კი გეტყვი ერთჯერადად, მაგრამ ანუ არ ყოფნის ადამიანის ნებისყოფა мотивაციაც უჭირდება, რომ აი როგორც სანდრომ ეხა სულ ხშირად თუ არ შემახსენე, რომ აი შენ ეს ყვების ამბავში. რაც უნდა გაიაზრო, გავიწყდება ხო? ხო, აი სულ გჭირდება იმაში, რომ ეხა სანდროს გვერდი რამდენჯერაც მიხდება, მახსენდება, რომ ხო კარგად უნდა ვიყვება, ჯანსაღად უნდა ვიყვება. ეს ყოველ წამს 20 საათი არ გახსოვს. ხო, ვიღაცა გჭირდება, ვინც ამას გახსენებინებს ხოლმე და ამიტომ ეს 21 დღიანი პროცესი უფრო ხელშესახებია, იმიტომ რომ შენ კვირაში ერთხელ რომ მოდიხარ 10 დღეში ერთხელ რომ მოდიხარ, ხვდები რომ აქიდან აქამდე ეს გავიგე, ეს დავამუშავე, თავიდან გიჭირს, იმიტომ რომ ორგანული არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ეგ არის ხო განვითარება. და მე ნელ-ნელა ქცევა თუ არის ფიქრი თუ ქცევა არ შეიცვალა და ქცევა ყოფნა არ გადაიქცა, აზრი არ აქვს არაფერს. ნამდვილად ეგრე. ნინი, შენ ეგრეა ზუსტად ანუ თავი აი ეგრო რაღაცას ჭამ, რაღაცას მიეჩვევი, რაღაცა აი ჩვევა რო ღამე არ ჭამო, ძალიან ბევრი არ ჭამო, მოწყენილი ხარ არ ჭამო, რაღაცა წყურია, წყანედარნიო და საჭმენია. ეგრე არის ვიზუალურად და ზუსტად აი კვების რაღაც ჩვევების ამბავი, თუ აი არ შეგიცვალა, აი ეს ჩვევები როგორც საჭიროა რაღაც მიზანი მიაღწიოს და ის რაღაც ძვენი ადამიანი, სხვა ადამიანი არ გახდი, ანუ სხვა ჩვევებით, ისე შედეგი, მით უმეტეს შედეგის, რაც უნდა შედეგი, აი 3 თვე, 5 თვე გადადო თავის რა, აი მაგ პერიოდო მაინც თუ ადამიანი არ შეცვალა, ჩვევები თუ არ შეცვალა, ის წონის უკან მოსვლის ამბავი, დროის ამბავია, ყველა ვარიანტში უკან გიბრუნდება, იმიტომ რომ ისევ ის ძვენი ადამიანი ხარ. ისევ ის ხარ და ერთი და იგივე ციკლს გადიხარ რა და ვერ სადღაც უნდა გაწყვიტო ყველაფერი. ეხლა ვფიქრობდი, მე თვითონ კვებითი შრილობა გარდატეხის ასაკში გამივლია, იმიტომ რომ გარემო ფაქტორები ძალიან მოქმედებს და რაღაც ჟურნალში რა გოგოები არიან და ისეთი რომ გინდა იყო და ძალიან თან რაღაცა ტენდენცია ვარჯიში მაგის გამო ჟურნალში ნახე და ეს დაკონტროლებით ჩემ დროს იყო ხოლმე. ეხაც მახსოვს ის ჟურნალი და ის სურათი და არც ვიცი ვინ იყო ის კაცი, მაგრამ და აი რამდენიც რაღაც აი რაც კი რამე ცხოვრებაში გამივნე, აი ეგ სურათი არაზოს არ მოვიწყდება. და მივდივარ ინერციით ბეზალბად ვარჯიშის მაგით მომეწონა ალბათ რა. ჩემ დროს იყო ხოლმე Pussycat Dolls-ის ჯგუფი იყო და ეს გოგოები ძალიან რაღაც ისე სექსუალურად გახდილები, ნუ დაკუნთულები და ძალიან ლამაზი სხეულით, რაღაც კლიპი იყო ხოლმე და ამას უყურებდით მთელი სამეგობრო და ყველას გვინდოდა რომ ჩვენც ისეთი ტანი გვქონოდა და ეგ იყო ჩვენ შემთხვევაში აი ეს რაღაცა და მაგრამ აი მანდ აი როგორი კვებითი შრილობა მაქვს იცი გავლილი რომ აი წონის მომატების სულ მეშინო და რაღაცა აი მართლა დღეები ისე გადიოდა რომ საჭმელ საერთოდ არ უჭამდი და ყველა ვარჯიშის მერე აუცილებლად ოთახში გავდიოდი და ვარჯიშობდი რომ ეს რაღაცა წონა ყველა კვების მერე გავდიოდი და ვარჯიშობდი ხო და
აი რაღაცნაირად ხა მაშინ ჩვენ ყურადღებას ეგრე არავინ არ გვაქცევდა ხოლმე და თან რაღაცნაირად ამას ძალიან ისე უმალავდით რომ სახში შეიძლება ვერც ვერ გაიგო და რაღაცნაირად აი გაცნობიერება ზოგადად აი ამ პროცესში რომ რაღაცა ესე გაწუხებს ხო რაღაც ძალიან ისეთია დისკომფორტია სერიოზული რა რაღაცა დამეხმარა გაცნობიერებაში რომ მე თვითონ დამეწყო რაღაცა აი ამ პრობლემის მოგვარება და რაღაცნაირად ისე მალევე გამოვძვერი მაგ ყველაფრიდან მაგრამ აი 13 წლიდან აი ეს გაცნობიერება მომიტანა რა რომ ცხოვრების წესად ვაქცია ის რაც მინდოდა რა მიმეღწია 13 წლიდან დაახლოებით არ დამილევია 12-დან გაზიანი სასმელი არ მიჭამია ცხიმიანი საჭმელი ანუ ძალიან დისციპლინირებული აი ყველაზე მაღალი დონის რაც შეიძლება კონდეს შეგნებული მაგრამ აი ესე მოვყვები და ეხლა რო ვუყურებ გარემოცვაში არის 5 წლის წინ 3 წლის წინ თუ წელს რო შეგხვდა ადამიანი ერთ და იგივე წონაზე გელაპარაკება რატომ რომ ცხოვრების წესად არ გადააქცია ერთჯერადად უნდა რომ დაიკლოს და თან ეხა შინა როგორც თქვი შიდა პროცესები თუ არ მოაგვარე გარეგნულად რაც არ უნდა გააკეთო აზრი არ აქვს. შიგნით არის უმეტესობა ხო გარეთ ეხა იდეაში შიგნით რაც ხარ ის გამოდის და ეგ არის შენ რაც ხარ გარეთ გამოდის და მაგას ხედავ მაგაში ცხოვრობს უდო. კი ბატონო. ისიდან ხო შეგეძლია იმას ხედავ. ხო. ხო აი ნინი სანამ დავიწყებდით სამ ბევრი არის ცნობს. ხო. სანამ დავიწყებდით ჩაწერას კითხე მაშინაც და ეხაც რო გაგვიმეორო. ვინ რა ციფრის ადამიანები არიან უფრო მიდრეკილი ჭარბწონიანობისკენ ან კვებეთი აშლილობისკენ თუ არის თქო ეგეთი თუ არსებობს ეგეთი რაღაცა იცი რა უფრო ემოციური ენერგიებს აქვთ ხოლმე ის რომ კვება ჭირდება 7 მაგალითად რო თქვი რომ უფრო ემოციური არის უფრო 9-იანი 6-იანი არის ძალიან ემოციური 2-იანი არის ძალიან ემოციური და მაგათ უფრო ჭირდებათ ხოლმე მაგრამ ესე ვერ იტყვი, ეგ არის ისევ საკუთარ თავთან კონტაქტი. მან თან ნახე, შეიძლება 6-იანი იყო, მაგრამ მატრიცა ისეთ ძლიერ ენერგიებს გაძლევდეს, რომ აი გაცნობიერება არის კიდე ესეთი ენერგია მატრიცაში თუ დაჯდა ხაზები, რომ ადამიანს აქვს აი თვით აღდგენის, თვით გადარჩენის, აი გაცნობიერებ, თვით მკურნალი, რასაც ქვია, ეგ ენერგიები აქვს და სადღაც გეხმარება ეგ რომ მიხვდა რომ რაღაცა ისე დისკომფორტი გაქვს და მოდი აბა სხვა გზა ვიპოვო გამოსავალი და გადავჭრა და მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული. ეგ ისევ და ისევ იმაზე შენ თავს რამდენად ეკონტაქტები და ამით რა სივსებ მაგის გაცნობიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა უფრო ემოციური ხალხი არის. ნინი, ასევე მანამდეც მითხარი, რომ ასტროლოგიაც ბრწყინვალედ იცი და ახლა ერთხელ ახსნე. იცი. ისეთი ასტროლოგები ყავს საქართველოში, რომ ბრწყინვალედ არ ვიცი, მაგრამ მათგან ვისწავლე. მათგან ისწავლე, იცი. და ახლა შენთანაც ახსენე ეს და მოდი, ჩემთხარი სხვაობა ციფრებს და ასტროლოგიას შეიძლება ძალიან პრიმიტიულ კითხვას გისვამ, მაგრამ ახლა მე როგორც რო ვერ ყვევი, ანუ იქაც რაღაცას აღწერენ, რომ აი ლომი ესეთია, კურო ისეთია, რაღაცა თითქოს აი ადამიანი როგორია ადამიანი ციფრებიც ესე აღწერს. ან ემთხვევა მათ შორის რამე კავშირი არის იუიცაის და ასტროლოგიას შორის. ანუ მე ვარ ციფრის ენერგია 3 იმას რა ქვია მისია 7 და მორიელი ხო აი რა კავშირია ასტროლოგია უფრო დიდ სურათს გაძლევს ვიდრე ციფრები ой მართლა კი იმიტომ რომ მანდ არის ხა წარსული რაღაცეებიც რაც მოყვება გამოცდილებები და მაგ სურათსაც რეინკარნაციას რასაც ძახიან და უფრო ფართო სურათის დანახვა შეგიძლია მაგრამ ასტროლოგიას ყველას არ ყოფნის მაგის არც ცნობიერება და როგორც არის არ ვიცი რომ ესეთ პროცესებს ბოლომდე მიყვეს რა თან აი ძალიან არასწორი არის ერთი ნიშნით ადამიანის შეფასება იმიტომ რომ ეხა მეც ვერძი ვარ მაგრამ იმდენი ფაქტორი და იმდენი ნიშანია გასათვალისწინებელი ჩემი ხასიათი რომ ამოხსნა და ამას იმდენი დრო უნდა ძალიან რთულია ძალიან ბევრი რამე უნდა იცოდე ძალიან დიდი ცოდნა უნდა გქონდეს ამასთან შედარებით ხა ციფრები აი კითხე დაბადების თარიღი და შენზე წარმოდგენა შემექმნა ის რა თქმა უნდა არ არის 100%-იანი იმიტომ რომ ადამიანს თავისი ინდივიდუალური გამოცდილება აქვს და შეიძლება თავის თავზე ისე იმუშავა რომ გასული ამ მატრიციდან და საერთოდ არ გავს არაფერს და ესე ადვილად ვერ ამოიცნო მისი ქცევა მაგრამ ასტროლოგიაში ბევრი ინფორმაცია გჭირდება და თან ბევრად ფართო სურათს იღებ ვიდრე ციფრებში ეს უფრო არის მომავალზე აწმყოზე და ქმედებაზე ორიენტირებული ციფრებით კოუჩინგით და იქ უკვე წარსულიდან იწყებ დამუშავებას
და ბევრი რაღაცა ცის ნახვა შეგიძლია. ის უფრო საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტი დაკვირვება გჭირდება და უფრო მეტი ცნობიერება ვიდრე აქ. ამიტომ მომეწონა მე ეს ციფრული ფსიქოლოგია, რომ დღეს ხო არავის არ აქვს ეგეთ სიღრმეებში ჩასვლის დრო. და ეს მენტალური ჯანმრთელობისთვის კი და დროც ერთია და ფიზიკურად რაც არ უნდა მოინდომო, მაგ ზოგადად ცნობიერად ფიქრის სიღრმეში ჩადი იმდენი ენერგია და იმდენი ის უნდა რომ ზოგი არც მზად შენობა იყოს, მაგრამ ვერ ქაჩავს ასე ვთქვათ რა, რთული არის რა და რთულია. მეც ციფრები უფრო კი. აი გასაწყება და ეხლა სულ ვამბობ რომ თითქოს აი არ ვიცი რატომ აქ შეგრძნება, მაგრამ აი ასტროლოგიის ხო შენობა რა თითქოს უფრო არ მჯერა რაღაც რა. აი არ ვიღებ. რუიანისთვის ციფრები უფრო საინტერესოა. ზოგადად მატერიალური ცხოვრება ცალსახად უფრო საინტერესო არის, კი, მაგრამ თუმცა აი როგორც შენაღნიშნე, რაღაც აი ეს ბოლო რამოდენიმე წნებია უკვე, მაგრამ მაინც აი ეს მატერიალური ცხოვრება, რასაც ვიღაცამ მაინც და მაინც უნდა შეეხოს ან სუნია რაღაც, ცხოვრება რომ ან მატერიალს კიდე ეს მატერიალი ძალიან ცოტაა და უდიდესი ნაწილი ვერ ხედავ და ვერ შეიგზნობ ეგ რო არის ცხოვრება, მაგას მივხვდით თქო რამდენიმე წენია. შენობა ეგ წინააღმდეგობაში მოდის რუიანთან თუ არა? რადგან აი მატერიალური რაღაც ისე მატერიალურად უნდა უცხოვრობდე და უყურებდე ცხოვრებას. არ უყურებ. არა, პირიქით, არა. მაგრამ ზოგადად ხო აი შენი მონაცემები კიდე ცალკე შეიძლება რომ და ეხლა აუცილებლად კიდე ერთხელ გადავთვლი, იმიტომ რომ მან სხვა რაღაც ხდება და მან უკვე ასტროლოგიის ჩართულობა არის საინტერესო, რომ შენ მეტი ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით მიიღო რა, თუმცა ეს ეხლა საჯაროდ რომ მოყვა შეიძლება ვერც ვერ მიხვდეს რაზე საუბრო. ზოგადად რუიან ენერგიას უფრო აინტერესებს მატერიალური სამყარო. შენი განსხვავებული кейსი ესე ვიტყვი და რატომ მაგას ახსნა აქვს, აი მაგის თქმა მინდა. მაგრამ ხო აი ეს არის რომ სიღრმისეულად ხო არც დრო არ აქვს, არც ფინანსები არ აქვს. თან როგორ არის მატერიიდან იწყებს ხალხი დალაგებას. აი შეიძლება 30 წელი გადადო იმისთვის რომ რაღაცა მატერიალური ქონება შეაგროვა და მე აი ხშირად ეგეთი ხალხი მოდის ხოლმე კონსულტაციაზე ძალიან შემდგარი წარმატებული ფინანსებით ყველაფერიც დალაგებული და გეუბნება რომ არ ვარ ბედნიერი, არ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება გადადო იმისთვის რომ ეს ფინანსები მოეგროვებინა და მერე დაიწყო ცხოვრება. ეს ცხოვრება არც მანამდეა და არც მერე ეხლა არის. და შენ თუ გამოტოვა ეს ყველა ემოცია, რაც ბედნიერებას განიჭებს და მთლიანად რაღაცა ბავშვების დაბადება ვერ ნახე, რაღაც გაზრდა ვერ ნახე, დაბადების დღეზე ოჯახი ვერ ნახე, მეგობრები ვერ ნახე, სულ საქმეში ხარ 24 შვიდზე. ანუ იქ ისეთი არის რა, ანუ ეგ არის როცა ძირითად რუიანებს ეგ აქვთ ხოლმე და ყველა მატერიალურ და ზოგადად ხალხს ეგ აქვს. სიღრმე აკნიათ ამ თავის შესაძლებლობა და რა უნდა და რა დავიწყებ საკუთარად, მე ცოლს მოვიყვან და მე მივხედავ საკუთარად და ფული როგა ყველაფერი იქნება. პირიქით არის შიგნიდან იწყება პროცესების დალაგება, შიგნით ენერგიას რო ასწორებ, გარეთ თავისით ლაგდება რა. სოთა სხვანაირი რუიანი ყოფილა რომ მაშინ გამოდის. ეს შეგრძნება რომ სადღაც იქ არ ვარ, მაინც თითქოს იქ ხარ, მაგრამ მაინც რაღაცა სადღაც რაღაც ბოლომდე კმაყოფილი არ ხარ, ნეტა ყველას აქვს თუ ორი რაღაცა არის მანდ. ერთი რომ პირველ რიგში შენ შემთხვევაში შვიდიანს რადგან აღიარება სჭირდება, თუ გვეცოდინება შენს გარემოცვას და მათ შორის შენ რომ აღიარება გჭირდება და ამას ჩვენგან მიიღებ, ეს შენი ego მაგნეწილში დაწყნარდება და მეორე რა, ანუ აღარ გექნება ამის მოთხოვნილება. ანუ შენ იცი რომ შენ პროგრამას სჭირდება რომ გაღიარო, აი როგორც სამიანს სჭირდება. აი ისე მაგას ხელშეს ვატყობ რომ მოთხოვნილება თითქოს აღარ აქვს მაგას. ახლა რომ მთელი იუნგის ლექციები გაუვლია და რა. ხო, აი დამუშავებული ექნება. რა, აი ეხლა რომ წარმოვიდნენ და რომ უყურებ და რომ როგორც გზნობ რაღაც 3 წლის წინ უფრო ქონდა, ეხლა უფრო აღარ აქვს აი აღიარების ეს. ხო, მაგრამ ეს მარც სწორს ამბობს, ხათაბერს მუშაობ, მაგრამ საათობით თავდივარ ქუჩაში უსმენ და ვიანავა. აშკარად ძალიან ქონდა, ძალიან აი ფიზიკურად შესაძლებელი იყო ეგ რო აღიარების ის ეხა აღარ აქვს. აი ნახე რეაქციაც რაც არ უნდა იყოს, აი რა რეაქციას უნდა ელოდო ადამიანს და როგორ გინდა მაგალითად მისი გული მოიგო თუ რაღაც ესე.
ჩვენ რაც არ უნდა გითხრათ ძალიან ლამაზი გოგოები ხართ, იმდენად არ გვესიამოვნება, რამდენადაც გვეტყურო ძალიან ჭკვიანები ხართ, ამიტომ სულ ინფორმაციის შემგროვებელი ვარ, თორიوي, მიხდა ეს ენერგია ზოგადად. ამიტომ უნდა იცოდე, რომ ადამიანი, აი კოუჩინგს რაც აქვს და განსაკუთრებით ერიქსონს, პრობლემა კი არ არის ადამიანში, მიდგომაში არ, ანუ სტრატეგია უნდა შეცვალო, იმენაზე უნდა დაელაპარაკო, რაც მას ჭირდება. ნამდვილად. ეხლა მე ხო გავიგე ის, რომ მე მჭირდება შექება, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ და ეს რაც არ უნდა გავიაზრო და გავაცნობიერო. შენ რომ მეტყვი რომ რა ჭკვიანი ხარ, მე მაინც ტანში დამბურძგლავს, იმიტომ რომ ამაზე ეს პროგრამა მაინც მოქმედებს. მაგრამ შენ რომ ამას მოლოდინით აღარ აკეთებ, უკვე ერთი რო ჩახსენი. და მეორე თუ გარემო ცოცხალს გიწყობს, რომ ეს აღიარება მოქცეს, ან უკვე კომფორტულად ხარ. ეგ ცალსახად ეგ ერთი ამბავია. მეორე საკუთარ საქმეს თუ აკეთებ. აი ჩვენთან უფრო ისეთია, რომ აი რატო ბულინგებს თუ ვაკე კრიტიკოსი რო გყავს ჩართული, გეტყვი რატო? შედეგებით გვინდა რომ განვსაზღვროთ ჩვენი ცოდნა. ცოდნა აი იმდენი ინფორმაცია გვაქვს შეგროვებული. იმის შედეგებში გადმოტანა ზოგადად ჩვენი დასამუშავებელია. მაგაზე უნდა ვიმუშაოთ ცალსახად, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი პრაქტიკაში გადმოიტანო. აი მაგასაც თუ ჩახსნე, მე ნელ-ნელა უკვე იმ ზედმეტ რაღაცებს იშორებ რა და ის სიმშვიდეც მოდის. ყველაფერს როცა თავის ახლოს არ ქმევ, უფრო მეტი სიმშვიდე. კი. როცა გვეშოვებოდი ზუსტად რაღაც პრობლემა იყო, გადაწყდება ცუდად თუ კარგად. აი ცუდადაც რომ გადაწყდეს, ბევრად უფრო ჩემთვის სიმშვიდის მომგვრელია, ვიდრე შუაში რო იყოს გამოკიდებული, არ ვიცი აქეთ არის თუ იქით არის. რაც ყველაფერს მინდა რომ თავის სახელი კონდეს დასმული, მარტო მასეთ შემთხვევაში ვარ ხოლმე მშვიდად, პირადად მე. ახალი უნდა ზოგადად აი არჩევანს როცა აკეთებს ადამიანი უფრო კომფორტულად არის, რაც არ უნდა ცუდ საქმეს აკეთებდეს. თუ კი მე გააზრებულად გავაკეთე არჩევანი, აი მაგალითად გააზრებულად გადავწყვიტე რომ ეხლა მე მინდა რომ ჭამო, რაც არ უნდა გავსუქდე. უფრო გემრიელად შევჭამ, ვიდრე თან რომ ვამბობდე რომ არ მინდა ჭამა და მაინც ჭამდე. ეგ ეხა ისედაც ჩემი დაკვირვებით შეიძლება ვცდები, მაგრამ ნებისმიერ ყველა ადამიანს გაურკვეველ ფაზაში ყოფნა, გაურკვევლობაში უფრო უჭირს, ვიდრე ნაცნობ ცუდშიც თუნდაც ან ნაცნობ აი ეს გაურკვევლობა რა იქნება კარგი ცუდი ან აი რო არიცი მანდრო ხარ, აი ეგ ძალიან უჭირს რა, მაგას გაურბის ყველა. ძალიან კარგი ექსპერიმენტები ქონდა გურჯიევს მაგასთან დაკავშირებით, რომ აი რო გადაწყვიტავ რამდენად დიდი სიმშვიდე მოდის და რამდენად ბოლომდე შეგიძლია მიიყვანო საქმე. როგორც კი გადაწყვიტავ, აი, წეღერაც ვკითხო ჭამის მაგალითზე. თუ კი გადავწყვიტე, მაშინ აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ გავაცნობიერე ამას რატო ვაკეთებ და ეგრევე ვანებებ თავს რა. კი. გურჯიევი რო ახსენე, ეს არის ფუძემდებელიო ამბობენ, ხო? სწორად მახსოვს? გურჯიევს ძალიან დიდი წვლილი ცნობიერების ამაღლებაში ამ სფეროში. ვარსკვლავების ასტროლოგია და ციფრები. გურჯიევმა სტალინს შეუცვალა დაბადების თარიღი, იმიტომ რომ სტალინი რეალურად 18-ში იყო დაბადებული და 9-1 გამოდიოდა მისი ციფრები. 9-იანი ძალიან მებრძოლია და ძალიან ემოციურია და გურჯიევმა შეუცვალა დაბადების თარიღი და სამიანად 21-ში ხო ვიცით რომ აქვს დაბადების 21 დეკემბერი. და რატო? სამიანი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. და ყოველთვის რაღაცა ანალიზს აკეთებს უფრო ობიექტურად და ხალხს რომ უფრო ჭკვიანი რა მეტად გაწონასწორებული გონებოდა ეს ციფრი არჩია გურჯიევმა და რეალურად არის 1 წლით თუ 2 წლით ადრე დაბადებული და 3 დღით ადრე მე ესე მახსოვს ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი. ეგ არ ვიცოდი. ედავშე. ისე მაინტერესებს აი რომ მიგიღი ადამიანი უფრო გაწონასწორებული, მოდი ჩვენ იმას ფიზკულტურას თემას რო შევეხოთ, ხო, აი ჯანსაღი ცხოვრება, ვარჯიში რა ფიზიკური აქტივობა, აი უფრო რაღაც სიმშვიდეს განიჭებს, ხო, აი ყველა ვარიანტში. თუ აი არ არის აუცილებელი. ჩემთვის როგორი კლიენტი მოდის? ჩემთვის საერთოდ არ არის მნიშვნელობა. ნუ სიამოვნებას ცალსახად განიჭებს ის, როცა შედეგს ხედავ. ეხლა მქონდა ძალიან ესეთი რაღაცა кейსი რამდენიმე დღის წინ და ძალიან მიყვარს მოკლედ იესამანი და შედეგი რამხელ ხესობდებოდი სანდრო ზუსტად იესამანი აი საკუთრებულად ზუსტი ყოფილა ძალიან მიყვარს და რაღაცა გვიკვირს და
ხშირ როგორც კი დავინახო რომ პირველი იესამენიდან გარეთ რო აქვთ ხოლმე ამ ქალებს ვაჩერებ მანქანაზე და ვყიდულობ ამ იესამენს ჩემთვის და რაღაც კარგი განწყობა გაზაფხული და რაღაც ის და ამას წინ გავეჩერე რამდენიმე დღის წინ მანქანა და მოდის ქალბატონი ძალიან გახარებული და ძალიან ისეთი რა ქვია და აი რამდენი ხანია მინდოდაო რომ ჩამოგეულოთ თორე წელს არ ჩამივიდია მოკლედ პირველი იესამენი იყო ეს და ვერ ვიცანი ეს ქალბატონი მე ძალიან კარგი ენერგია მოდიოდა და იცით თქვენო შარშანო რა გააკეთეთო ყვავილებიო იყიდეთო იესამანია და მე რაღაც გითხარით არ ვიცი 50 ლარი თუ რაღაცა და თქვენო ისე მითხარით რომ მე 100 ჩაგერიცხეთო რომ თქვენთვისაც იყიდოთ ყვავილებიო და ამენო ისე დამაფიქრაო რომ მთელი ჩემი ცხოვრება გადავალაგეო ეხო ისე კარგად თუ არა რომ სულ მინდოდა რომ ჩამოგეულოთ რომ ეს ყვავილები თქვენთვის მეჩუქებინო ეს რა არის ამან ხო მე ხო არაფერი ის კონსულტაცია არ ყოფილა უბრალოდ ის ქალი მზად იყო იმისთვის და მომწიფებული იყო იმასთან რაღაც ესეც ის რომ გადაელაგებინა უკვე რაღაც მიმღებლობა ქონდა თორე ვიღაცისთვის ჩაულებრივი ამბავი იქნებოდა ხსა არც პირველად გამიკეთებია და არც მეორეჯერ მაგრამ იმასთან რეზონირდა ის ენერგია და დაიწყო რაღაცა პროცესები ამ შედეგმა იმხელა სიამოვნება მომიტანა და იმხელა ბედნიერება და ისე ამავსო რომ აი ხე კონსულტაციაზე რომ მუშაობდა თან კიდე აქ ხო არაფერი არ გამიკეთებია უბრალოდ ჩავიარე და რაღაცა ფრაზა იქ როცა მუშაობდა შედეგს ხედავ ეს ისე გავსებს რომ აი ძალიან დიდ ენერგიას გაძლევს და თან როცა ადამიანი თავის საქმეს აკეთებს ეგ არის რომ ენერგია კი არ გეკარგება პირიქით სავსე ხარ ეგ ხო შენ რაც იდეაში მაგას არის რაც მოგწონს რაც სიამოვნების passion შენ რაც ამაგას რო აკეთებ თითქოს რაღაცა არ იღნები არ მუშაობ რაღაცა ის სიამოვნებით მიყვები შენ ამბავს აი მანდაც არის 33 წლის ასაკთან დაკავშირებით მთელი ამბავი 33 წლამდე ეგოს რაც უნდა და გარედან რაც გინდა კარგი სამსახური, კარგი თანამდებობა, კარგი ხელფასება. მაგაზე ხარ ორიენტირებული და მთელი ეს რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპი ამას დაუთმენ. 33 წლის მერე აღმოიჩე რომ ეს სტატუსიც გაქვს, ეს ფულიც გაქვს, ეს ყველაფერიც გაქვს, მაგრამ არა ხარ ის რაც გინდა და უცებ შეიძლება აღმოიჩინო რომ ყვავილების დათესვა გინდა თუ რაღაც მოყვანა გინდა და შენი ფერმა გინდა და რაღაცა შენ რაც გინდა იმის კეთებას ცდილობ დაიწყო რა. კი. აუცილებელია მე ეს. ნინი, იცი რა გითხარი? არსებობენ თუ არა, აი ხეს კითხვა მოვარდ. და ერთამ პოპოდიჩ მაგალითად სუმე ის ხო არ არის დამოკიდებული ეგ რომ აი ზოგს რა ქალსაც კაცსაც რაღაც აი mid level რაღაც 40-50 და რაღაც mid level კრიზისი რო აქვს 33-ის მანამდე რო სხვას აკეთებდა და 33-ის მერე იდეაში რაც მას უნდა და იმის კეთება რომ არ დაიწყო ისევის რო გააგრძელა მაგიტო 40-ის ამბავში დაერხა და ხო, ძალიან შუახნისას კრიზისია ხო საუბარი. შენ წარმოიდგენ ხა მთელი ცხოვრება რომ რაღაცას აკეთებ და რაღაცა იცი რომ სწორია. და უცებ რეალობას ეჯახებენ საკუთარ თავს. საკუთარ. ეს თურმე არ არის ესენი ხო. ძალიან რთულია ცხოვრების გადალაგება, მე რაღაცა ახალი წარმოდგენებთან ხა წარმოიდგინეთ ჩვენ როგორ მათაობამ გაგზარდა და ეს ჩვენი მშობლებიც როგორ მათაობამ გაზარდა რომ ეს რაღაცები იყო აი ძალიან ისეთი დოგმა შეუცვლელი. და ეხა შენ უცებ ამ 33 და 40 წლის ასაკში რომ მე რაღაც აქ აღარ მიდე ცხოვრება, მე სხვა სამსახური მიდე, სხვა პროფესია, იცი რამ ხელა აი მაგის ის რომ შენ ცვლილებები გინდა, ცალსახად უნდა იყო მზად იმისთვის რომ ძალიან დიდ კრიტიკას მიიღებ. მაგრამ მე იმდენად კომფორტია საკუთარ თავთან ყოფნა, ეს კრიტიკა საერთოდ აღარ გააყელვებს და ხვდები რომ სხვისთვის ცხოვრების საკეთეთ ვერ აკეთებენ ადამიანები. ეგ გავიარე მე 21-ის რო წამოსვლა შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს ვიცი, იმიტომ რომ რა სიტყვის ის ხობის წარმოდგენები ცხოვრება. მეც ეგ მაგას ვიძახი 21-22-ის ვიყავი რომ გავიარე წესით სხვა ცხოვრებით უნდა მეცხოვრა, მაგრამ მე 33 ხო აი სხვა ინგლისში ვიყავი საცხოვრება და იქ ძალიან დამოუკიდებლად გავიჩიტე ასე ვთქვა და მთელი ცხოვრება მე გამსაზღვრავდი რა არავინ აღარ იყო ახლოს არც დედა არც მამა მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ. თითქოს მაგან ძალიან აი სიღრმეში ჩამიყვან და იქ მარტივად მივხვდი აი გარეიმების გარეშე რა მინდოდა და რა მომანჭებდა სიამოვნებას თქვა რა გზით უნდა წავსულიყავი 23-ს აღარ დაველოდი და 21-22-ის აი შეიძლება დამოუკიდებლობა უფრო მალე გაღვიძებს შენ თვითონ რო იღებ გადაწყვეტილებას და სულ სხვა არ კარნახობს ეხა ისქენი მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში დამოუკიდებლობა ჭირს ძალიან
იმიტომ რომ სულ ხარ შენი მშობლების გვერდზე, ახლობლების გვერდზე, პატარა ქვეყანა, ასე შემდეგ ყველა მაგაზე ძალიან ბევრი რამე მოქმედებს, მშობლები, სკოლა, სოციუმი, რელიგია, პოლიტიკა, ყველაფერი მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით ის, რაც იცოდნენ სხვებმა. და ეს ისე გგონია რომ უნდა იყოს. მანდ მხოლოდ გეხმარება ცნობიერება. ოღონდ ეხა შეხედა. ყველას აი შეიძლება რომ არ უნდოდეს, ეხა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდეს, მაგრამ თუ ამაში დაიჭირე ცოტა რაღაცა აზარტი თუ მოვამით რაც გინდა და უამრავი ტექნიკა არსებობს რომ რაღაცა ტრაგიკული ცხოვრების გარეშე და ტკივილების გარეშე მიხვიდე იქამდე რომ შენი ხედვა გააფართოვო. მაგისთვის არის მედიტაცია, მაგისთვის არის ასტროლოგია, მაგისთვის არის ციფრული ფსიქოლოგია. უბრალოდ აი სულ უამბრო დაიწყე, გადადგინა ბიჭი და ისე აი არ არსებობს გემოს რომ გავუგებ როგორც აი მედიტაციას, სიმშვიდეს რასაც განიჭებს, რასაკეთებს, ყოი ძალიან ისე რომ თქვა მე უბრალოდ ვაპრაქტიკებ, მე ამას არ ვასწავლი, მაგრამ აი თვით ტრანსაც მაგის გამოცდილებაც მაქვს ხოლმე. საკუთარ თავთან შეგიძლია რომ აღადგინო კონტაქტი. ეს იმხელა სიამოვნებაა და მაგას გაძლევს მედიტაცია და ეს პრაქტიკები. რომ მე რაღაცა გარე სამყაროზე ნაკლებად გიფიქრება. ეხლა რა თქვა, ამას იმხელა მუღამში შეიძლება ეს მე პირადად ეს ნაგრძნობი მაქვს, რომ აი რო ვხვდებოდი რომ ეს დავალაგე ჩემ თავთან ეს და რაღაცა ესე რომ მივაყოლ იმხელა აზარტი იყო, აი მართლა გეგონება რაღაცას თამაშობდი და ვიგებდი. სწავლი შეგრძნება. ცხოვრება თამაში არ არის. და თან ისეთია რა, აი მან თქვა აი ადამიანის მართლა რაღაც ადამიანში ხო ძალიან რაღაც ღვთაებრივი არის, რაღაც მე ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი. არც ქცალია ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ხა მაგისთვის იმდენი სტრესია, იმდენი პასუხისმგებლობება, იმდენი საქმეა, რომ ეხლა მე სხეული რაღაცას მკარნახობს და აქ ისე ვარ და აქ ასე ვარ, მაგისთვის რო არავის არ რჩება. და ნუ აი ხო ძალიან დიდი ამიტომ მოვაწყოთ ხო? კი, არასდროს არ ჩერდება. ანუ კიდე და გადადიხარ და გადადიხარ ახალ საფეხურზე და აი ძალიან დიდი ის აქვს მაგას. აი მაგიტო ვიძახი რომ ამაზე კარგი არაფერი არ არის სულიერ სიმშვიდეს და მაგასთან რომ იწყებ ძიებას მაგისას იმდენ გზას გადიხარ და იმდენ სიახლეს იგებ შენ შესახებ ასე ეს ოღონდ მე ვსაუბრობ ჩემ თავთან მხოლოდ მე თვითონ რაღაცებს წვალობ მარტო და წარმოიდგინეთ როცა ვიღაცა გეხმარება რა მაგარი ყოფილა აი არ ვიცოდი მე რომ დავიწყე რამდენიმე წლის წინ არ ვიცოდი რომ არსებობდით საერთოდ თქვენი პროფესიის ხალხი რეალურად არ ვიცოდი და ეხაც ბევრმა არ იცის და მაგიტო მის ეპიზოდის დასაწყისში ვთქვი რომ აუცილებლად მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გააპიაროთ ეს თქვენი საქმიანობა ჩვენ დავიწყეთ მე პირადად მე საკუთარ თავის ძიებით დავიწყე და უბრალოდ ეხლა მე რასაც ვაკეთებ მე ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ მე პროფესიონალურად რაღაცები შემომისწავლე იმიტომ რომ ძალიან მექანიზმი მაინტერესებს და არიან ადამიანები რომლებსაც უნდათ რომ გარედან მიიღონ ინფორმაცია თუმცა ეს ისე კიდე არ მუშაობს და მექანიზმი თვითონ აი თან ვისაც სიღრმეები აინტერესებს მექანიზმს რო გაიგებ ის შენი ცხოვრების ნაწილი ხდება და რაღაცნაირად მე ეს მოიტანა ამ ყველაფერმა და რა ვიცი აქ ვართ მე სტუდიაში აქ ვართ ნამდვილად ესე იგი ჩვენ 1 საათი უკვე ისე გავიდა რომ ანუ აი ვერც მივხვდი და როგორ არ მიყვარს ხოლმე როცა ესე მალე უნდა დავასრულოთ ასეთი საინტერესო ეპიზოდი აი ეს კამკითხვის დასმა მინდა და სხვათა შორის და მოდი დავსვაო რა არის თუ არა ძლიერი ჭყალებში და სუსტი ასევე ჭყალებში ციფრები თუ არ არსებობს ეგეთი არა ყველა ციფრს აქვს თავისი მინუსი და პლუსი ძალიან კარგი და ბოლო მაშინ ესეც გითხარ ვინც იყენებს სუიცაის მაინც რა იცი რა არის ყველაზე დიდი შეცდომა ეს ადამიანები უშვებენ სუიცაის გამოყენებისას ყველაზე დიდი შეცდომა მე ჩემ მეგობრებს ვეუბნები ხოლმე ხო რომ იციან რომ რაღაც მიმართულებებით ცოდნა გაქვს ყველაზე დიდი შეცდომა არის იმ ინფორმაციის არ გამოყენება რომელიც გაქვს და რომ მე წყვიან ხოლმე რომ აბა ჩემს რუკაში ჩაიხედე მე ვეტყვი შენ თუ არ ხარ მზად იმისთვის რომ მიღებული ინფორმაცია გამოიყენო ძალიან ცუდად აბრუნებს ამას სამყაროს აი ესე იგიც ხო ის რაღაც ანუ რაღაცის ახნის რაღაც გაგებას თუ ახალ ცოდნას ანუ არ არის გარანტირებული რომ კარგს მოგიტანს რა თუ რაღაც შესაბამისად არ გამოიყენეს სათანადოდ არ გამოიყენე რა მოცილებლად შენი ცნობიერება
ბამზად უნდა იყოს ამ ყველაფერისთვის ეს ერთი. შეიძლება რომ ჯერ მზად ხარ, არ ხარ და არ არის ეგ დრო მოსული. და მეორე ნახე, გაიგო ის რაც გასაკეთებელი გაქვს და უგულებელყო. ეს ძალიან ცუდად გჭირდება. ნამდვილად. აი, დაიჭერდი და ტრაგიკულად ეს მაგრამ ნახე, გაგა უკვე იცი. ბოდიში სანდრო გაგა უკვე იცი და გაიძულებ სამყარო რომ გააკეთო. შენ თუ იცი რა გაქვს დასამუშავებელი, ამას შენით არ აკეთებ. აუცილებლად დაგამუშავებინებ სამყარო, დაგამუშავებინებს ტკივილით და ამიტომ ვამბობთ რომ ეგ დაიჭები ეგ არის. ხო, მივხვდით ხო. ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო. ნინი, აუცილებლად მე და სანდრო მოვდივართ შენთან. და ხალხს გავუზიარებთ ამ ჩვენ გამოცდილებასაც და მოდი ესე გავაკეთოთ, რადგან ამდენი ვისაუბრეთ და ჩვენ პირადულზეც ასეთ ვისე მე და სანდრომაც ვისაუბრეთ. მაგასაც გავაჟღერებთ, ახლა თქვათ შიგნით რაზე ვისაუბრებ და ონლაინ არ ჩავერთვებით, მაგრამ რაღაც ესე გავაკეთოთ რა, reality show-სავით ჩვენი ვიზიტები და აი რა შევიგზნობთ, რას გავიგებთ, რას იმას ვისვამთ, თორე საინტერესო იქნება რა. ახლა უცებ მომაფიქრ და ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს ეს შუა შეხვედრაზე კამერის ჩართვას, მაგრამ რაღაცა ჩვენ შეგრძნებებს და ასე შემდეგ ლაივში რომ გავისაუბროთ ამაზე, მე მგონი ძალიან კაი აზრი იქნება. ამ სცენარს დავწერა აუცილებლად და იქნებ მოვიყვანოთ სისრულეშიც. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. და არ მინდა რომ დასრულდეს არც ეს ეპიზოდი და მაგიტომაც გადავწყვიტე აი ამის გაგრძელება იმ სახით. და მოდი ესე გავაკეთოთ. შემოგთავაზებთ ნინისთან ერთად კიდევ უკვე ინსტაგრამზე გადავიდეთ და იქიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ნინი, მართლა ძალიან საინტერესო იყო. ჯერ შენგან მოდის ისეთი მშვიდი ენერგია, რომ რა ვიცი და ისეთი თავდაჯერებული ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდე გიხილავთ, ხო? აქაც გიხილავთ და ინსტაგრამით გავაგრძელოთ. ნახვა კი. ძალიან კაი. დიდი მადლობა მაყურებელს, აუცილებლად გვიყურეთ და შეგვაფასეთ. მადლობა და დროებით. დროებით.